როცა განსხვავებულ აზრს ვეღარ იტანენ განსხვავებულ აზრს და კრიტიკულ აზრს როცა ვეღარ იტანენ, ესე იგი იქ უკვე სექტანტური სული შეღწეული და ძალიან მძლავრია და რომ მზად არიან გაგანადგურონ ყველანაირი მეთოდით. შესაბამისად, რომელ სიწმინდეზე ვსაუბრობთ, რომელ ქრისტიანობაზე ვსაუბრობთ, რომელ ადამიანობაზე ვსაუბრობთ, როცა განსხვავებული აზრის და კრიტიკული აზრის გამოც კი, რაც ჩემი კონსტიტუციური უფლება და საღვთო უფლება ღმერთის გამბოძებულია, რომ ვიაზრონო, იმის გამოთქმის უფლებასაც გვიგრძალავენ, თუ არ გიგრძალავენ, გაშინებენ. აი საცხოვრობთ. და ეს ახალი არ არის სამწუხაროდ, მაგრამ შევეგუეთ ჩვენ ამას. შევეგუეთ და ამასთან შემგუებლობა ნიშნავს, რას ნიშნავს? მონობაზე თანხმობას. მე ხმას არ ამოვიღებ, კრიტიკულად არ ვიაზრონებ, ასე რჩობს, იმიტომ რომ ის მინიმალური უფლება ცხოვრებისა და არსებობისა მაინც შევინარჩუნო. თორე ვაიდა ისიც ამერიოს ის მინიმალური კომფორტი რაც მაქვს. აი სადავართ მისულები.